Korupcija არაობიექტური სასამართლო და ძალადობა ოპონენტებზე. ეს ის ბრალდებებია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დასავლელი პარტნიორების განიღებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავების და ზეწოლის ფაქტები, ძალადობა, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა. საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ ამ ანგარიში ახალს ვერაფერს ხედავს. დავით არჩიაშვილი დასავლეთის კრიტიკას არ იღებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ მედია თავისუფალი იყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არასამთავრობო სექტორმა შეაფასა. სამართალდამცველთა მიერ პატიმრების წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი პირების და სხვა ადამიანების წამება და მათდამი არასათანადო მოპყრობა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშში. 2012 წელს ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ პრობლემები აღინიშნა. კერძოდ პატიმართა წამება და შეურაცხყოფა, სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში არსებული არასათანადო პირობები, ნაკლოვანებები, კანონის უზენაესობის მხრივ და კორუფციის მაღალი დონე. ეს ყველა შეიძლება ითქვას ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც 2012 წელს იყო საკმაოდ აქტუალური და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის საგანიც იყო. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვართ ძალიან კმაყოფილი, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც აისახება ის პრობლემები, რაზეც სამოქალაქო სექტორი წლის განმავლობაში საუბრობს და ბუნებრივია ეს პრიორიტეტები და პრობლემური საკითხები ძალიან სწორად არის დასმული. წამების ფაქტებზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტს 2012 წლის სექტემბერში მედიით გავრცელებული გლდანის მერვე საპყრობილის ეგრეთ წოდებული ციხის სკანდალური კადრები მოჰყავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიება დაიწყო და ხელისუფლების 25-ზე მეტ მაღალ ჩინოსანს წაუყენეს ბრალი წამების, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და კორუფციის ბრალდებით. ეს ყველაფერი ახალი არ არის. ციხეში რო აღმოჩნდა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ეს აღმოჩნდა. ანგარიშში ვრცელი პარაგრაფი ეთმობა 2012 წელს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობას და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს. საარჩევნო კამპანია ქარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერთა დევნისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულია ანგარიშში. ასევე საუბარია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ კოალიცია ქართული ოცნების არაერთ აქტივისტზე, მხარდამჭერსა და მათი ოჯახის წევრებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარება იმისი, რომ ქვეყანაში იყო წამება, ქვეყანაში იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს კიდევ ძველი ხელისუფლება ცდილობს დასავლეთში შექმნას იმისი იმიჯი, რომ თითქოს და ეს ხელისუფლება არ ახდენდა პოლიტიკურ დევნას. დოკუმენტში განმარტებულია, რომ გასული წლის განმავლობაში იზღუდებოდა თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა, რის დასტურადაც სახელმწიფო დეპარტამენტს გლობალ TV-სა და ტელეკომპანია მაესტროსათვის დაყადაღებული და ჩამორთმეული სატელიტური თეფშები, ასევე საბაჟოზე დაზიანებული მედიისთვის განკუთვნილი აპარატურა მოჰყავს. ის, რომ მედიის ხელმისაწვდომობა იზღუდებოდა, ამ დასკვნას არ იზიარებს მაშინდელი ხელისუფლების წევრი დავით არჩიაშვილი. გარწმუნებთ, რომ რეგიონში ერთ-ერთი სანიმუშო იყო საქართველო. მე არ ვიძახი მსოფლიო მასშტაბით და ვთქვათ ნორვეგიას ნუ შევადარებთ, სხვა ვითარება იქ. მაგრამ ეს იყო მზარდი დემოკრატიული ტრადიციების მქონე საზოგადოება, თავის მედია კომპონენტით და საარჩევნო კომპონენტით და სხვაგვარად გარწმუნებთ, რომ ის პარტია, რომელმაც დააფუძნა მეცხრე არხი, ვერ გაიმარჯვებდა. თანაგუნდელის მსგავსად მედია საშუალებებისათვის წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი სირთულეები რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია რუსთავიორის გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას არც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გახსენებია. პრეზიდენტმა განვლილი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ გამართლებად ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები მიიჩნია, მათ შორის სხვადასხვა თავისუფალი მედია საშუალებების აღმოცენება. შენ დროს გაიხსნა მაესტრო, მეცხრე არხი, ახალი მეცხრე არხი, თავისი მთელი ინფოებით, უამრავი რეგიონალური ტელევიზია, უამრავი გაზეთი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2012 წელს არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, ჟურნალისტებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარუდგინა. ანგარიშის შეფასებისას კერიმ განმარტა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოთა ლიდერების მოვალეობაა.